მეტია, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 12 ბრალდებულის სხდომა გახსნა. დღეს არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულოს. სწორედ ამ წუთებში იკვლევს ბრალდების მხარე სხდომათა დარბაზში. ნანა სანდერსის წინააღმდეგ მოპოვებულ ვიდეო მტკიცებულებებს საუბარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე და იმ მიმართვებზე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ემიგრაციიდან ჩამოსულმა ნანა სანდერსმა. ამავდროულად გამოიკვლია მოძრაობა საქართველოს პულსის სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მტკიცებულება. პროკურორი განმარტავს, რომ სწორედ ამ ვიდეო კოლაჟის მიხედვით დგინდება ის, რომ აორგანიზებდნენ 4 ოქტომბერს ძალადობას აქციის მონაწილეები. ასევე უნდა გამოიკვლიონ ის ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთ მედია საშუალებას მისცა ნანა სანდერსმა, სადაც ის საუბრობდა, როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები 4 ოქტომბერს, თუმცა დაცვის მხარის განმარტებით, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე ამ ვიდეო მტკიცებულებებში ნანა სანდერსი არ საუბრობს. პროკურატურამ თვეების განმავლობაში გამოიკვლია საქართველოს სასამართლოში სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის გამოიკითხნენ დაზარალებული მოწმეები, თუმცა უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ვერცერთმა მოწმემ ვერ მოახერხა ვერცერთი ბრალდებულის იდენტიფიცირება. ბევრი კითხვა აქვს სასახლის ღობის საქმეზე დაცვის მხარეს, მაგალითად შეტრიალებულ კამერებთან დაკავშირებით, ასევე შეღებულ კამერებთან დაკავშირებით და გადაჭრილ ღობესთან დაკავშირებითაც. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ამ მტკიცებულებების საფუძველზე აუცილებლად გამომართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. ბრალდების მხარე ასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს. 20 ათეული დაზარალებული წარმოადგინა ბრალდების მხარემ, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ უთითებს კონკრეტულად იმას, რომ რომელიმე წარმოდგენილ ბრალდებულთაგან რომელიმე მათზე განახორციელა ძალადობა. მათი ამოცნობა ვერცერთმა დაზარალებულმა ვერ შეძლო, რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან, თუმცა ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი ჯგუფის წევრი, რომლის ორგანიზებაც მოახდინა მარიამ მეყანწიშვილმა. ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა მიმდინარე სიცხესამართლის საქმეში აღნიშნულ წარმოდგენილ ბრალდებულებს შორის კავშირი. ბრალდების მხარემ გითხრა, რომ დაასრულა თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა და ამ პროცესში უკვე დააფიქსირებდა დანარჩენი მტკიცებულებების მოხსნასთან და თუ იქნებოდა კიდე დამატებითი რაიმე სახის ისეთი მტკიცებულება, რომლებიც გამოკვლევას აპირებდა, დღეს უკვე დააფიქსირებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას. გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც რაიმე სახის რელევანტურ გარემოებას დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდების ფარგლებში. იყო ზოგადი სახის აქცია, რომლებიც თითქმის საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილი იღებდა მონაწილეობას, ამის გარდა გამოკვლეული მტკიცებულებები არაფერს არ ადასტურებდა. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას, უკვე ჯერი იქნება დაცვის მხარეზე და უფლებადამცველები საკუთარ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.